დღევანდელი ჩვენი შოუს თემა რა იქნება? რა არის ჩვენი? სხვათაშორის შეგვეძლო ცოტა უფრო ელეგანტურად შემოვსულიყავით. რატო ვითომ? რაღაც ცოტა ისე ხო ხდება დახვეწილად უფრო ელეგანტურად. იმიტომ რომ დღეს ჩვენი თემა იქნება ჩაცმა, დახურვა, ზოგადად მოდა. ფეშენი ქართული. როგორც იქნა? ქართველი დიზაინერები, ქართველი მოდელები, ქართული პოდიუმი, ნუ ყველაფერი რაც კი ამ ამბავს ეხება რა. მოკლედ მოდაზე ვისაუბრებ, ჩაცმა, დახურვაზე ვისაუბრებ. არა მხოლოდ ჩაცმა დახურვაზე. არა მხოლოდ რა. პირველ რიგში ჩვენით რომ დავიწყოთ. ტელემაყურებლებმა მე მგონი რატომ უნდა დაიწყო ჩვენ მშვენივრად გვაცვია მე მგონი ვერაფერსაც ვერ იტყვი ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ისე რა კოსტუმი რამე სტილ და აგრამე სათქმე არა ვანიკო იცი არის უბრალოდ ეხლა გაგიმართლა იმიტომ რომ მე ზუსტად ისე მაცვია როგორც შენ თორე ძალიან ბევრ რამეს ვიტყოდი და კიდე ბევრი რამის თქმა შემეძლო მაინც ბევრ რამეს გეტყოდი აუცილებლად არ დაგიმართლა გაგვეწელებოდა კი ბატონო ხო მოკლედ უნდა ვილაპარაკოთ ქართულ ფეშენზე ზოგადად მაგრამ მთავარი არის სოფლიო მოდის სამკუთხედი მეგობრებო სოფლიო მოდის სამკუთხედი ესეთი არსებობს და აბა მითხარით სოფლიო მოდის სამკუთხედი როგორ და სად იკვრება საინტერესო ტერმინია ჯერ აქედან დავიწყე კი სოფლიო მოდის სამკუთხედი არ მითხრათ რომ პირველად გესმით ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ცნობილი ამბავი მე ვიცი მითხარით სამი მთავარი წერტილი სადაც ერთად არის მოკლილი ყველა ბრენდი ყველა დიზაინერი haute couture სადაც მოდა მეფობს აი მითხარით Milani, yes. Paris, Milani. Oh, Paris, je l'étends. Milani, Parisi. Da, მესამე წერტილი გვინდა? ლონდონი. ლონდონი. ბოლო დროს ნიუ-იორკი ამოიქაჩა. არა, მოყურე. პარიზი, მილანი და სამკუთხედი. პარიზი, მილანი, ლილო. აი ესე იკრება მსოფლიო ბრენდების სამკუთხედი. პარიზი, მილანი და ლილო. ნუ ლილოში ხო ყველაფერი თავმოყრილია ერთად იქ არის ყველაფერი. პარიზიც იქ არის, მილანიც იქ არის, ლონდონიც იქ არის და ნიუ-იორკიც იქ არის. ყველაფერი იქ არის საერთოდ. კი, ბევრი რამის ჩვენა შეიძლება. საქართველოში. თუ გინდა ნახო მსოფლიო დიზაინერები, მიდი ლილოში. ხო, რატომაც არა. საერთოდ არაფერი ხუმრობა აქ არაფერი არაა, მეგობრებო. მაგრამ აი, პირველ რიგში საქართველოში ჩაცმა დახურვა რასთან ასოცირდება ჩვენთან? აი, უფრო პირველ რიგში აი ჩაცმა დახურვა საქართველოში იმდენად ბუციკთან არ ასოცირდება, ხო, მაინც და მაინც. პირველი სად მიდიხარ? ან ბაზრობა, ან ისევ ლილოზე მოხსენებულ მთავარი წერტილი და უმთავრესი second hand. Second hand, მეგობრებო, second hand, რომლის შვილებიც ყველა ვართ. ეხლა ზოგი ამას აღიარებს, ზოგი არ აღიარებს, მაგრამ რა ვუთხარი იმ ქართველს, რომელსაც second hand-ის მადლი არ გადმოსვლია საკუთარ სხეულზე, ხო? რა თქმა უნდა, ბევრი მე მინახავს ძალიან ბევრი ისეთი ვარსკვლავი, რომელიც second hand-ში ცოტა ისე დადის გადაცმულივით, იმიტომ რომ არ უნდა რომ თავი გამოამშრომოს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რომ საბოლოოდ second hand-ში ყველა დავდივართ. ყველა ნაყოფი ვართ. და რა არის, იცი? ხო, მაგრამ ეხლა მოკლედ უნიკალურობა რა არის second hand-ის? აი, ყველაზე მეტად რომ დააკვირდეთ, აქ განსაკუთრებული რა არის რა? აბა აი, ტანსაცმელით შეიძლება იყიდო, როგორ შეიძლება იყიდო? ტანსაცმელს ყიდულობ ბრენდის მიხედვით, ხო? ტანსაცმელს ყიდულობ ფერის მიხედვით, სტილის მიხედვით, ზომის მიხედვით, სტილის მიხედვით, არა, second hand-ში ტანსაცმელს ყიდულობ წონით. წონით. ანუ ტანსაცმელი წონით სადმე სხვაგან შეიძლება იყიდო, აი მიხვიდე და უთხრა რომ უკაცრავად 2 კილოგრამის შარვალი მინდა. მაისურები მინდა ესე 3-4 კილო, კამრები 800-900 გრამი ალბათ. აი წონით შენი სასტორით რომ მიდიხარ რა. ანუ ტანსაცმელს აგრეთვე. შენი სასტორი აუცილებელი არის. უნდა აწონო და წამოიღო ტანსაცმელი. აი ესეთი ამბავია მეორადში. ქურთუკი ახალია, ქურთუკი ახლები არის, ახლებია გენაცვალი. აი შარვლები ცოტა არ ვარ, მაგრამ ქურთუკები ახლები არის, აი ნამდვილად გეუბნები. ახალი მეორადია გენაცვალი. თაზა. კიდე რა არის, იცი? ეს იყო ადრე, აი ესე ფუთებად რო ყიდულობდნენ ხოლმე ძირითადად. ეხაც არის ხანდახან შემთხვევა, მაგრამ ძირითადად ადრე ყიდულობდნენ და ეხლა რა შეიცვალა მეორადებზე თუ ვილაპარაკებთ რა. აი ადრე მაგალითად რომ მიდიოდი, ხო? აი შედიხარ თქვა ეხლა ნუ შეხვედი მეორადებში და ეუნები რომ იცი რა არის აი თუ შეიძლება ის არმანის ქურთუკი რომ ანახოთ და რა ვიცი შვილო არმანი კაცო რომელზე მეურებით 15 ლარი როღის ამაზე გინდა დიდი კავიანი ჯოხით ჩამოგიღებდა და 15 ლარად ყიდულობდი არ იცოდა არმანი რა არის ეხა შეიცვალა რომ ეხა მიდიხარ და ეკითხები რომ უკაცრავად აი ეს ქურთუკი რა ღირს 800 ლარი კი მაგრამ რა ამბავია 800 ლარი ხო ეკითხები ეხა მეორადებში 800 ეს შვილო არმანია მან 1988 წელს ეს ქურთუკი სპეციალურად გამოუშვა მას special edition-ს ეძახიან ის დონატელა საჩუქა და სხვათა შორის ფერთა გამოს თუ შევხედათ მიხვდებით რომ აქ ზურმუხტი დომინირებს ასე რომ ნუ მეუნები რომ 800 ლარი ბევრია ყველა ექსპერტი გახდა მეორადებში და გადავირია რა ვიცი ასე არის ძალიან მაგარი თემაა ან ეს ინსპირაცია ინდოეთში მიიღო და რაღაც იგიჟებს გეუბნებო ძალიან მაგარი თემაა ფასდაკლება რა საერთოდ საქართველოში ფასდაკლება საერთოდ სოფლიოში ხალხი ელოდება ფასდაკლებას რომ წავიდეს რაღაც თავის საყვარელი ტანსაცმელი იყიდოს აქ როგორ ხდება ჩვენთან ფასდაკლება აწერია აქცია 50%-იანი ფასდაკლება 70%-იანი მაგრამ მიდიხარ და რას დააკლდა რამდენი დააკლდა საერთოდ დააკლდა რამე აი და ჩვენ სხვათა შორის ბიჭებო ერთადერთი ქვეყანა ვართ სადაც ფასდაკლებას ეძახიან სალე ხო არის ეგეთი ნუ ეს სალე სეილიან რა სალე ხო პრინციპში ერთადერთი 30%-იანი სალეა დღეს
ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ნახო ღირებულება ფასდაკლებით, რომ აწერი 120 ლარი. და ააკრა რა იყო ძველი ფასი და ეწერო 8 ევრო. ხო, არის ესეთი 80%-იანი ფასდაკლები. ბატონო. ესეთებიც გვაქვს რა. და კიდე რა არის, იცი, აი, უცნაური დამოკიდებულება საქართველოში შავთან მიმართებაში და სულ აი ვიძახდით მე მახსოვს რომ ადრე ყველა ლაპარაკობდა რომ ჩვენ შავი, იმიტომ გვაცი რომ დახვეწილები ვართ. სინამდვილე შეგვიძლია რა არის. თელ ხო, შავი ფერი. თელს მსოფლიოში შავი რო აწვიოთ, it's because it's elegant. ელეგანტურობის გამოაცვიოთ. სულ ელეგანტურობაზე არის გამახვილებული. Black is always elegant. და აქ ჭუჭხს იტანს. ხახტუნებს. ანუ მეტი სხვა კრიტერიუმი არის, რატომაც შავს სინამდვილე. თავარი სიყვარული შავის ეგ. ნუ რა თქმა უნდა, ერთი ორ ძალიან გემონებიან ადამიანს თუ არ ჩავთვლით. ხო, მაგრამ ეხლა ესე რომ მიუდგეთ საქართველოში, ნუ ბუნებრივია ხა ყველაფერზე ჩვენებური დამოკიდებულება გვაქვს. აგაში უცნაური არაფერი არ არის. კიდევ უფრო მეტია გარდა იმისა, რომ შავი ელეგანტურია. შავი ჩემია, ნიკა რა. ხო რა, კიდევ რაღაცები უპოვნეთ. გარდა იმისა, რომ ელეგანტურია, ჭუჭხს იტანს, ახდუნებს რა არის ამაში ცოტი. მასე ყველაფერზე ჩვენებური დამოკიდებულება გვაქვს. გაჭირებული ქვეყნის კრიტერიუმი. მაგალითად საქართველო არის ქვეყანა, სადაც შეიძლება მის ბიკინი, სიტყვაზე მის ბიკინი არის ტიტული, ხო? მაგრამ მისტერ ბიკინი არის შეურაცხყოფა. არის ესეთი ვარიანტიც არის რა. და თან მისტერ ბიკინი ძალიან ეგზოტიკური რაღაცაა რა საქართველოში. მაინც აი მისტერ ბიკინის ჩვენება, ბოლო რა გახსოვს? მოლო მისტერ ბიკინი. ბოლო რა გახსოვს? მილიმეზე იყავი? ხო, აი ბოლო მისტერ ბიკინი რა გახსოვს? აი ძველები და შემიძლია დავასახელოთ. ეს რაღაცეები. არა, წარმოიდგენა მისტერ ბიკინის ქართულის თუ შეიძლება რა. აი მისტერ ბიკინის ხო შეიძლება აი აქედან კარგი ის მაქვს. აი მისტერ ბიკინი მოდის ხო? მისტერ ბიკინია. აყონდ ისე აცვია როგორც მე რა, ჩვეულებრივად. მოვიდა, ჩაიწია შარვალი, ამოწია გაჩვენა ბიკინი, ჩაიწია გავიდა. ქართული მისტერ ბიკინია. დაახლოებით ეგ ჟანრია. ქართულად. ხო, რატომაც არა რა, ამაში თუდი რა არის. მე ვერაფერს ვერ ქართული რადგან ყველაფერი განსხვავებულია რაღაცა, მე მაგაზე გამახსენდა რომ ქართული საერთოდ სტილი შეიძლება სტილი კონდეს, რაღაც მოდას მიყვებოდე, მაგრამ ტრადიციას არ კარგავდე რა, იმიტომ რომ ერთხელ ქუჩაში მოდივარ რა, უნდა გაჩვენოთ ეგრე არ გამო ქუჩაში მოდივარ და ტიპი მოდის რა ძმა რა, რეპერის ფორმაცია, რაღაც შორტებია, კალბურთის ტატუები ისინი, რა ქვია, ჯაჭვები, ოქროსი რაღაცა, ეს ყურსასმენები და რითმს მოყვება და ქაშვეთთან მოხდა და გატასა. აი ყოთ ნამდვილი მოწყვლე რეპერი არ ხუმრობ. არ ხუმრობ და ახ არასდროს არ მორწმუნე რეპერი. ბიჭო, ძალიან კარგი ადამიანი, თან მისდევს მოდის ტენდენციას. თანამედროვეა და თან არ ღალატოს. რა არის ის ეგრე სატექნოლოგიებსაც ეგრე ამობენ ხოლმე. მე მინდა დაგილოცოთ ყველანი თქვენთან ერთად და რაღაცებს ამობენ ხოლმე ძალიან ხუმრობ. უფალი იყო ჩვენი შემწე. შეიძლება. სამი სახარება, სამი გახარება. მოკლედ, კიდე რა არის ისი ჩვენ მოდა ხო მარტო ჩაცმულობა არ არის არა? რამდენჯერაც რეპერი გავის ახლა დავაკვირდი. ვანიკო წარმოვიდგინე მაგ სტაილში რა, რომ რეპა. მე ვანიკოს რეაქცია წარმოვიდგინე იმან რომ ეს გააკეთა. შევხვდი კაცო. ესე იგი მოდა ხო ბიჭებო, მხოლოდ ჩაცმა არ არის და მეთანხმებით ხო? ანუ მოდა. რა თქმა უნდა, მაგრამ 60 არ არის. საუბრობ როგორ ლაპარაკობ, მაგალითად ახლა რამოდენიმე სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ, რა არის ახლა თანამედროვე დროში მოდური მანერები. არავის არ აინტერესებს ჩვენაირი უბრალო ხალხი, რომელიც უბრალოდ ესე მეტყველებს და მეტი არაფერი. ჩვეულებრივად საუბრობ. ჩვეულებრივი საუბარი მოდაში არ არის. ახალგაზრდებში მოდაში როგორ არის? ახლა იცი რა თქვა ყვება რაღაცა ამბავს, რომ აი გოგოებთან ერთად იყვნენ სადღაც სტუმრად და ტუსოვკაზე და გაერთნენ. აი შენჯემდელობას ვისაუარ, ყველაზე მაგარ ტუსოვკაზე ვიყავი, ვაფშე და იღა, ნუ ციკო მოვიდე და მითხარ რომ აი შენჯემდელობა ხო? არაო და გოგო როგორ პასუხობს გოგო ყველაზე მაგარი ტუსოვკები ყველაფერი მანდიკო რაღაცა და ამას გოგო ისე ხო უსმენს და ყმა და ცოტა დორბლი მოსდის აქედან და მე რა ყალზე წავიდა ისედოზე და ხო მაგი პასუხი ყალზე წავიდა და გაიგეს აქედან რომ უსმენ რას ლაპარაკო ვერაფერს ვერ გაიგე იმა თავიანთიანა და მთელი დღე რომ ესე ლაპარაკობს და სახში დაღლილი არა ბიჭო ხალხი ნოუზი გამიცხელია დადის ვისაც პრობლემა აქვს პლასტიკის ხალხი დადის კურნაულს და ესენი იმენ აი შენჯამდელობა არის და თუ კიდე რომ სვეცკი გამოჩნდა რაიმე გამოფენები თუ არის აი ესე კი არ უნდა წავხდე რა კარგი გამოფენა ესე კი არ უნდა იარო აი ყველა აი ეს უნდა თვალია გენიალნა ისა გენიალნა გენიალნა და მე შევ ეგ არის ყველაფერს აქვს. აქ შემთხვევაში სვეცკი ხარ მოდურობა, ხო? ხო ეს კარგი. გავაგზელეთ ავაგზელე მეგობრებო, კიდე მე მგონია რომ იმის მე რაც გამოიარა
ჩვენმა ქვეყანამ კიდევ კარგად ვართ ნებისმიერ საკითხში და ამ მოდა და დიზაინში საერთოდ 90-იანები გვაქვს ბოლოს. ადამიანებს გვაქვს გამოვლილი 90-იანები. რა გვაქვს გვეცვა ხო გახსოვს? დაბრუნდონათ ხო მაინც გახსოვთ? რა გვეცვა 90-იანი, რა გვეცვა და რას ხდიდნენ ეს მაინც ხო გახსოვთ? რაღაც რა ხდებოდა? რა ხდებოდა? აი, კლასიკური რაღაცეება, yes no მაიკები. გახსოვთ? აუ. yes no მაიკები. რატომ ავიწყეს მაგას? უფრო იქეთ რო წავიდეთ პირამიდა შარვალი, ნუ კლასიკაა ხო, პირამიდა შარვალთან ერთად ისენი, ესპადრელები, დუბლიონკა, უშლატა, ინდისფერი პიჯაკები, ინდისფერი პიჯაკი, ყველას ვეცვა. ყველა ქალს უეგონ რომ მაშინ ძალიან ისეთი პუმას კაშნები. მაგრამ ნახე ამასაც ეთყობა რომ 90-იან წლებიდან ყველაფერს ბრალობიჩი ამბობს. კაშნები. ხო, სხვადასხვა ფერები იყო. კაშნები, ყველაფერი ები იყო. ეგრე იყო, ხო, მოკლედ. ხო და მოკლედ ეგეთი 90-იანები გვაქვს გამოვლილი, მეგობრებო, მაგრამ კლასიკური სტილი მაინც მაშინ რა იყო, იცით, აი კლასიკური ჩაცმის, აი ეს ფეხზე როგორც თქვი, მაგალითად ესპადრელები, მე პირამიდა ჯინსები, ძალიან მაგრად, მე ზემოთ ჯინსის ქურთუკი და აქსესუარი აუცილებლად რა, აქსესუარი მაგალითად სათვალე რეიბანები, ძირითადად რეიბანები, ბენდენა და მხარზე გადაკიდებული აკაემი რა. ანუ აკაემი რა აქსესუარია ამ დროს, იცი რომ ხაზს უსვამს რომ ეს ყველაფერი შენი ლუკი, შენი შრომით გაქვს მოპოვებული რა. შენი ძიმე შრომით გაქვს და არავის არ დაუთმობ. არ აპირებ რომ ეს შენი ტენდენციები საკუთარი ვინმეს დაუთმო რა. 90-იანებში კიდე ის ანუ ის რო ხდები რა, მოდელი რო ხდები ხო, რაღაცა კრიტერიუმებს, პარამეტრებს უნდა იცავდე რა. უნდა იყო რაღაც ფორმას უნდა ინარჩუნებდე რა. მოდელს გულისხმობ რა. რა არის სტანდარტი 60 და მაგ პერიოდში საერთოდ არ გჭირდებოდა ან რაღაცა მწარე დიეტა დაგეცვა, ან რაღაცა ვარჯიშით მოგეკლატავი. ყველა მშიერი იყო და ამ ნორმას მაინც ვერ აცილებდა ვერავინ რა. 90-ის 60-ი, 90-ზე მეც ვერ მოდელობისთვის გამოჭრილი, თავარი ოჯახში არ ქონოდა პრობლემა. მოდელი რო ყოფილიყავი მაშინ რა, იმიტომ რომ ეს მაშინ საიდუმლო საქმიანობა იყო ერთგვარი, აგენტურულ სამუშაოს ეწევოდი. სამოდელო ბიზნესი. კიდე იცი რა გამახსენე ხა, მაგრამ რა ხდებოდა ხო მაშინ არა? ლილოს ჩანთები, კერასინკები, პურის რიგები, კუპონებიც მეგობრებო, მაგრამ იცი რა არის? ეს ყველაფერი ღირდა. აი ღირდა ეგ ყველაფერი რაც ხდებოდა 90-იანებში, თუნდაც იმიტომ რომ საქართველოს და მთელ სოფლიოს გვაჩიქვა დემნა გვასალი. რო არ ყოფილიყო ახლა 90-იან წლები დემნა გვასალი არ იქნებოდა. ანუ ფაქტურად მთელი ინსპირაცია დემნა გვასალია მიიღო 90-იან წლებიდან. ასე რომ მადლობა შენ 90-იანელებო. ისე როგორ არის? აი მოდელებიც ყავს რა, ну ასეთი დიზაინერები ყავს, მოდელებიც ყავს კიდევ რომ სოფლიო როგორ არა ყავს, კაცი მოდელები სად ყავს? როგორ არა ყავს? რას ქვია არა ყავს? ვინი? მე არ ვიცი მაგას. როგორ არ ვიცი რა, თქვი მე აი თქვი რა ეს ეთერში ვთქვა? ხო რა იყო თქვი? მოიცა ეთერში ვთქვა, ეხლა რომელი კაცი მოდელი? ბაზრა იყო. ხო აი იქნებ არიციან, ან სახში არ ამბობს ადამიანი უბანში არიციან, არა ბაზრებს რომ მოდელი ეს მე დავდგე ხა და თელ ქვეყანას გავაგებინო, ვინ არის მოდელი? შეიძლება ადამიანს რაღაც აწენინო, ხო ნუ არ ღირს რა. ქართველი მოდელების უმრავლესობა მაინც ძირითადად იღებენ ხოლმე მონაწილეობას შემოდგომა ზამთრის კოლექციებში, იმიტომ რომ ზაფხულის გამომწვევი ბიკინები და იმები თუ გამოვიდა, ზოგს ოჯახი არ უშვებს ზმაო ეგეთი. მარტო ოჯახი ბიჭო, ზაფხულის კოლექციებში. იქნებ კაი ბიჭის და არის. ჩვენაც ვიცინით და მართლა ეგეთი ომი აქვს გამოვლილი ამ ადამიანებს და ამ ხელა ბრძოლის შემდეგ დადეს ეს შედეგი. თქვენსავის კი არ დამჯდა და ის კი არ დაუწყიათ რაღაც. ტინგისით კი არ მიუწევიათ ამ ყველაფრისთვის. მოკლედ ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ რა. მადლობა უნდა ვუთხრათ სრულიად საქართველოს დიზაინერებს, ყველა დროის, ყველა დიზაინერს. იმიტომ რომ, მეგობრებო, დრო აითქვას რა, საქართველოს მთლიანად აი ქვეყნის სიძლიერე, ქვეყნის არსი ყოველთვის დიზაინერებზე იდგა, ესე პირდაპირ გეტყვით რა. კი, ყოველთვის, ყველა დროს ეს ადამიანები იყვნენ ქვეყნის მთავარი ძალა მაგალითად. რომ აი უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყანაზე, მის როგორ გითხრა განვითარებაზე, მის ასე ვთქვათ სოფლიო კურსზე ზოგადად ქვეყნის კი აი თუნდაც აი მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი დიზაინერი ავიღოთ მაშინ ვინც იყო დიზაინერ თუხუცესი მეხუთე საუკუნეში სამოსელ თუხუცესი რომელმაც აი პირველად გადაწყვიტა რომ მაგალითად ვახტანგ გორგასალს ურჩია რომ მეფე ვახტანგი იცი რა არ მინდა რომ ყველასავით ესეთი სტანდარტული ის გეცვაც პერანგი რა იღლიაში ხომ არ ჩახსნათ ცოტა ავანგარდული რომ ცოტა ისეთი იყოს აი წარმოიდგინე ბრძოლის წინ რომ ვახტანგ გორგასალი მიემართება რა და აი 60 წლის მეფე რა აი ხარბეჯან ხედა მეფე აი ხო გითხარით რა ეს მუზარადი მგლის თავით იქნებოდა ძალიან კარგი მეფე ხომ მოგეწონათ არა აი დურას გორგასალ ხო ძალიან კარგი ხო იმუშავა მოდი გავაკეთოთ მეფე აი სამხრეები დამცავები ცოტა დიდი რა და აი ეს პერანგი არ მინდა რა ეს ბანალური რა ცოტა ავანგარდულად და იღლებში ჩავხსნათ და აი ჩაიხსნა ჩვენი ამბავი სუდად დასრულდა ეგ ამბავი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ ყოველთვის დიზაინერებს ქვეყნის ბედზე რა კარის დიზაინერებს კარის თქმა უნდა
მოკლედ ეს არის რაც შეიძლება დაახლოებით ცოტა გვეთქვა ესე მოდის და დიზაინის შესახებ.